მაგალითად ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება ეს არის ერთი დიდი წვალება. ერთი დიდი არ ვიცი რაღაცა. ხო, ყველას თავის ჯვარი აქვს და ყველამ ეს ჯვარი უნდა ატაროს. ეს არის მისი შემზღუდავი რწმენა, რომელიც თავისთავად ბედნიერების უფლებას ზღუდავს, რომელიც ყველა ვარიანტში მშობლებიდან მოდის და ოჯახიდან მოდის. შეიძლება საერთოდ ტრანსგენერაციული დამღაც იყოს, ანუ თაობიდან თაობაზე გადმოდიოდეს. მაგრამ მისთვის ეს რწმენა, შემზღუდავი რწმენა არის გააზრებული როგორც რეალობა. მას გონია, რომ რეალობა არის ესეთი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რეალობა და რწმენა ერთმანეთისგან იყოს გამიჯნული იმისთვის, რომ ვიმუშაოთ შემზღუდავ რწმენებზე. მე ვთქვი, რომ ძალიან ხშირად ზაღლის თავის სწორ რწმენებშია დამარხული და რა თქმა უნდა, შემზღუდავი რწმენებია. თუ ეს არის დამბუსტველი რწმენა, ეს როდესაც არის რწმენა იმისა, რომ ყველაფერი უკეთ იქნება, მე შემიძლია, ეს გადასარევია. მაგრამ ძალიან ხშირად ესე არ ხდება, ხო? ანუ პირველი რწმენებთან მუშაობის დროს საჭირო არის, რომ გავიაზროთ, პირველ რიგში აღმოვაჩინოთ რა რწმენა გვაქვს.